გახსოვთ? როგორ გადაიქცა კორონასთან ბრძოლა ტრაგიკომედიად? მე და მამაოს ეკლესიაში არ გვიშვებდნენ საზიარებლად. ბაბუის სასაფლაოზე არ მიშვებდნენ კვერცხის გადასაგორებლად. მე ქმართან წინდაჯდომა ამიკრძალეს. და მერე ყვანკითში ჩამკეტეს. მთელი სტუდენტობა ზუმში გამატარებინეს. დღესაც ზუმით ხვდებით კურსელები ერთმანეთს. შვებულება მთელმა ოჯახმა კარანტინში გავატარეთ. საზღვარზე დაგვიჭირეს შემოსვლისას. მთავრობის ხალხი მოვიდა და სიცხე გაგვიზომეს. გახსოვს მთავრობის სიგიჟეებს მხოლოდ გირჩი რო ებრძოდა? ვინ წარმოიდგენდა რომ მართლები იყვნენ? ხო და აი მაგას რომ მივხვდი, მაგის მერე სულ გირჩს ვაძლევ ხმას.